მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა იქნება ზოგადად პლატფორმა TrendingView. TrendingView არის პლატფორმა, სადაც შეგვიძლია სხვადასხვა ფინანსური აქტივის ფასის მოძრაობა ჩარტის სახით ვნახოთ. ესე იგი, ამ ვიდეოში TrendingView-ს დავიწყოთ სრულიად ნოლიდან. თუ აქამდე TrendingView-ს საერთოდ არ გამოგიყენებიათ, პრობლემა არ არის. ამ გაკვეთილის მიზანია ეტაპობრივად გავიგოთ თუ როგორ ხდება რეგისტრაცია, როგორ მოვაწყოთ სამუშაო სივრცე, როგორ მოვძებნოთ სასურველი აქტივი, რა არის ზოგადად ჩარტი, რას ნიშნავს სანთელი და კონკრეტულად რას ნიშნავს სანთლის open, high, low და close. რა არის time frame და რატომ ვიყენებთ რამდენიმე time frame-ს ერთად. პირველ ვიდეოში სპეციალურად არ შევეხებით რთულ ინდიკატორებს და სავაჭრო სტრატეგიებს. ეს იქიდან გამომდინარე, რომ მე რაღაცები არ აგვერიოს ერთმანეთში. ესე ვთქვათ, ჯერ გვინდა რომ სწორად გავიგოთ TrendingView-ს საფუძვლები, რადგან თუ ჩარტის საკითხვა არ ვიცით, შემდეგ უფრო რთული თემების სწავლა ბევრად გაგვიჭირდება. პირველ რიგში შევდივართ TrendingView-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ამას აღწერაში დავდებ. აქ შეგვიძლია პლატფორმა რეგისტრაციის გარეშეც დავათვალიეროთ, თუმცა TrendingView-ს ნორმალურად გამოყენება თუ გვინდა, უმჯობესია საკუთარი ანგარიში შევქმნათ. საკუთარი ანგარიშის შექმნისთვის ჩვეულებრივად აქ ჩამოსასვლელში იქნება sign in ღილაკი, რომლიდანაც მე ჩვეულებრივად შეგვიძლია გადავიდეთ sign up-ზე. Sign up-ზე შეგვიძლია რეგისტრაციაზე გამოვიყენოთ როგორც საკუთარი Google-ის აკაუნთი, ასევე შეგვიძლია თუ მაგალითად Gmail-ის აკაუნთი არ გვაქვს, სხვადასხვა სოციალური ქსელებით ავტორიზაცია გავაკეთოთ. ყოველ შემთხვევაში გამოიყენეთ ის აკაუნთი, რომელსაც ხშირად იყენებთ და კონკრეტულად თქვენ გეკუთვნის. ზოგადად ეხლა რატოა საჭირო რომ TrendingView-ზე ანგარიში შევქმნათ? ეს იმიტოა საჭირო, რომ მომავალში ჩვენ ანგარიშზე შეგვიძლია შევინახოთ ჩარტის პარამეტრები, დახაზული დონეები, სხვადასხვა ინდიკატორები, watch-list-ები, ალერტები და ასე შემდეგ. ყოველ ჯერზე თუ რეგისტრაციას არ გავივლით, უფასოდაც შეგვიძლია დავინახოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ყველა გადარეფრეშების მერე ეს ყველაფერი, რაზეც ვიმუშავეთ, ავტომატურად წაიშლება. ეხლა აქ ხშირად ხდება ხოლმე ესეთი დამწყებების უჩნდებათ ხოლმე ძირითადად ეს კითხვა. აუცილებელია თუ არა TrendingView-ს ფასიანი ვერსია? საწყის ეტაპზე არა. ეს ფასიანი ვერსია არავინ არ მოგატყუოთ, საჭირო არ არის, როდესაც ხარ დამწყები, ჯობია რომ ეს ფინანსები დაზოგო. TrendingView-ს უფასო ვერსიითაც თავისუფლად შეგიძლია ვისწავლოთ ჩარტის გამოყენება, აქტივების მოძებნა, სანთლების წაკითხვა, time frame-ების შეცვლა, ხაზების გავლება, მარტივი ტექნიკური ანალიზი, ესე რომ ვთქვათ რა. ფასიანი ვერსიები დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი TrendingView-ს საფუძვლის სწავლა. ამიტომ პირველ დღეს გამოწერის შეძენა აუცილებელი არ არის, ესე რომ ვთქვათ რა. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ პროდუქცია და super chart-ში, ესე აქედან შემოდიხართ, მე ხა მაქვს უკვე რეგისტრაცია TrendingView-ზე, ჩემი საკუთარი ანგარიში მაქვს და შესაბამისად მე უფასო ვერსიაზე დიდი ხანი არ გავჩერდები, რომ მე არ შემომთავაზოს სხვა გვერდზე გადასვლა და არ შეგვაწყვეტინოს გაკვეთილი, ამიტომ ეხლა ამას დავხურავ და გადმოვალ უკვე ჩემ კონკრეტულ ვერსიაზე, ესე რომ ვთქვათ რა, ჩემ ანგარიშზე გადმოვალ. ეხლა, როდესაც TrendingView-ს ჩარტს პირველად გავხსნის, ეკრანზე ბევრი სხვადასხვა ღილაკი და ფუნქცია დაგხვდება, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბდიოს. ერთი შეხვედრით შეიძლება რთულად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფრის ერთდროულად ცოდნა არ გვჭირდება. ამ ეტაპზე ყურადღება რამდენიმე ძირითად ნაწილზე უნდა გავამახვილოთ. ესე იგი, ეკრანის შუაში გვაქვს მთავარი ჩარტი, სადაც რეალურად ფასი მოძრაობს. ეხლა ამ შემთხვევაში მე მაქვს Bitcoin-ის და USDT წყვილის ერთდღიანი time frame-ი, ეხლა ამასაც ეტაპობრივად ავხსნი. ეკრანის მარცხენა ზედა ნაწილში, ესე რომ ვთქვათ, მარცხენა ზედა ნაწილში გვაქვს, ესე იგი, აქტივის არჩევა, time frame-ის ცვლილება, შესაბამისად აქ უკვე სანთლების სხვადასხვა ტიპებია და ამას უკვე მომავალში გავივლით. აქ არის ინდიკატორები, ალერტები, უკან გადახვევის ფუნქცია, მარცხენა მხარეს რაც შეეხება, ეს არის drawing tool-ები და შესაბამისად მარჯვენა მხარეს მაქვს კონკრეტულად watch-list-ი. ამ შემთხვევაში ჩემი watch-list-ი მაქვს გაკეთებული თუ რა კონკრეტულ ასეტებს უყურებს. ამავდროულად, როდესაც უკვე ფასიანი ანგარიში გექნება და საკუთარი ანგარიშის აქტივაცია მოხდება, აქ შეგიძლიათ რომ თქვენი სურვილისამებრ უკვე დააყენოთ სხვადასხვა ფინანსური ასეტები, ესე რომ ვთქვათ. ეხლა, როგორ მოვძებნოთ სასურველი აქტივი რა? TrendingView-ზე კონკრეტული აქტივის მოსაძებნად ზედა მარცხენა კუთხეში, ამ შემთხვევაში სადაც მე Bitcoin-ის და USDT-ს წყვილი მაქვს არჩეული, აქ დავაწვევით და შესაბამისად გამოვა სიმბოლო search-ი. სიმბოლო search-ი ჩვენ შეგვიძლია მაგალითად, მე ხომ მაქვს არჩეული Bitcoin-ის წყვილი, მაგალითად მე შემიძლია რომ ავირჩიო Ethereum-ის,
USDT. ხა რატო წერ ამ USDT-ს? USDT არის ამ შემთხვევაში ეთერიუმის, ანუ ეთერიუმის და USDT-ს წყვილი, ანუ როგორ ვთქვათ, ეხა ეთერიუმის ფასი USDT-ს მიმართებაში, ანუ დოლართან მიმართებაში, ესე რომ ვთქვათ რა. ასევე ჩვენ შეგვიძლია აქ მოვძებნოთ როგორც forex წყვილები, კრიპტოვალუტები, აქციები, ინდექსები და სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტები რა. ეხა ერთი კითხვაა ესეთი რა, რომ აი მაგალითად თუ ჩავწერთ ETH USDT-ს, ანუ ეთერიუმის და USDT-ს წყვილს, შეიძლება ძალიან ბევრი ესეთი ჩამოიშალოს, ხო? ეს ნიშნავს, რომ TradingView თვითონ არ არის ყველა ფინანსური ინსტრუმენტის ერთადერთი მონაცემთა წყარო, ის იღებს ფასებს სხვადასხვა ბროკერისგან, ბირჟისგან, ან მონაცემთა პროვაიდერისგან. ამიტომ ერთ და იგივე აქტივის ფასში შეიძლება რაღაცა მცირედი განსხვავებებიც არსებობდეს. მაგალითისთვის ეხლა აქ რო ავიღოთ, აი ნახეთ ეთერიუმის შემთხვევაში ფასი მოდის როგორც Binance-დან, Bybit-დან, OKX-დან, Coin-დან, Mex-დან, ანუ ესენი სხვადასხვა ბირჟებია რა და შესაბამისად შეიძლება რაღაცა მინიმალური სხვაობები იყოს, თუმცა ამან არ დაგაბნიოთ, ეს ნორმალურია რა. ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომელ მონაცემთა წყაროს ანუ ჩარტს უყურებთ რა. ამ შემთხვევაში მე საუბარი მაქვს, რომ თუ მაგალითად ვაჭრობთ Binance-ზე, არ უნდა უყუროთ Bybit-ის ფასებს. ანუ ეს გასათვალისწინებელია. ეხლა გადავიდეთ მთავარ ნაწილზე, ჩარტზე რა. ეს კონკრეტულად სიმბოლოს მოძებნა რა, რომ იმ კონკრეტული სიმბოლოს დააწვევით მე და ჩვეულებრივად გამოვა ჩარტი. ეხლა უშუალოდ ჩარტზე გადავიდეთ. ჩარტი არის ფასის მოძრაობის ვიზუალური გამოსახულება. მის საშუალებით ვხედავთ, სად იყო ფასი წარსულში. სად არის ფასი ეხლა, რამდენად სწრაფად მოძრაობს, სად გაიზარდა, სად დაეცა და როგორ იცვლებოდა ბაზარი დროის განმავლობაში. ტრეიდერებისთვის ჩარტი არ არის ერთადერთი მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი. ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ შევხედოთ ფასი ზემოთ მიდის თუ ქვემოთ მიდის, ნელა უნდა ვისწავლოთ თვითონ ფასის მოძრაობის წაკითხვა რა. ჩარტზე ხა კიდე აქ შეგვიძლია ესეთი რაღაცა, რომ საშუალებას გვაძლევს, რომ ზუმით და ზუმ-აუთით კონკრეტული ადგილები მოვაახლოვოთ, ან მინიმუმ ისტორია გადავახვიოთ და ვნახოთ მანამდე როგორ მოძრაობდა ფასი და რა გზები გაიარა თუნდაც ამ კონკრეტულ მომენტამდე რომ მოსულიყო რა. ეხლა მივიდეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, ჩარტზე რასაც ხედავთ, ძირითადად არის ანუ სანთლები, ესე რომ ვთქვათ რა. თითოეული სანთელი გვიყვება რა მოხდა ფაზზე კონკრეტული დროის მონაკვეთში. მაგალითად, თითოეულ სანთელს აქვს 4 მთავარი მონაცემი. ეს არის ეს ერთი წამით გავადიდოთ. აი მაგალითად ესენია, ესე რომ ვთქვათ, open, high, low და close. ეს 4 სიტყვა აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან მომავალში მუდმივად გამოვიყენებთ ამას რა. Open ნიშნავს ფასს, სადაც კონკრეტული სანთელი დაიწყო. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში უყურებთ ერთდღიან სანთელს რა, აი ამ კონკრეტულ სიტუაციას რა. ხო, სანთელი სანამ არ ჩამოყალიბდება, ხშირ შემთხვევაში ცოტა რთულია, რომ წინასწარ განსაზღვრო სად იქნება, ანუ როგორ დასრულდება ეს კონკრეტული სანთელი. ამიტომ წინა დახურულ სანთელზე რომ ვისაუბროთ. Open ნიშნავს ფასს, სადაც კონკრეტული სანთელი დაიწყო. მაგალითად, ეხლა მე ვუყურებ ერთდღიან time frames, ხო? აი ამ ადგილზე არის დაწყებული, ეხლა ამ შემთხვევაში open-ი იყო ეს, რა ფაზზე დაიწყო, შესაბამისად ერთდღიანი პერიოდი და open-ი ყოველთვის არის კონკრეტული სანთლის საწყისი ფასი. ეხლა გაცრავად open-ი მოხდა აქ, ხოლო სანთლის დახურვა მოხდა აქ. ანუ მე შემიძლია ზონების მიხედვითაც მოვნიშნო, ხო? ანუ ესე იგი გამოდის, რომ ამ ადგილზე, ანუ 2491-ზე და 98-ზე გაიხსნა ეს კონკრეტული სანთელი და დაიხურა 2441 და 93-ზე. ანუ ეს არის გახსნის ფასი, ეს არის დახურვის ფასი, ანუ სანთლის და მერე გვაქვს უკვე სანთლის high, ესე რომ ვთქვათ, ანუ რა იყო ყველაზე მაღალი ნიშნული მაქსიმალური ფასი რა იყო და შესაბამისად სანთლის low რა იყო სანთლის მინიმალური ფასი. აი ამ ადგილებს, ანუ აი ამ კონკრეტულ ადგილებს ეწოდება სანთლის ვიქები, ნუ ამაზე ჩავართ. ეხლა ნახეთ, აქ გვაქვს ხოლმე კიდე ესეთი მომენტი, რომ სანთლის ორი ყველაზე მარტივი ტიპი არსებობს რა, ესე რომ ვთქვათ რა. თუ მაგალითად სანთლის
დახურვის ფასი უფრო მაღალია ვიდრე გახსნის ფასი, ამ პერიოდის განმავლობაში, ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა, ესე იგი, ამას ხშირად უწოდებენ bullish, ანუ ზრდის სანთელს, ხოლო თუ სანთლის close-ი open-ზე დაბალია, მაშინ ამ პერიოდის განმავლობაში ფასი შემცირდა და ეს არის უკვე bearish-ი, ანუ კლების სანთელი. ზოგადად ეხლა trending view-ზე გამოხატულია ხოლმე, როდესაც bullish-ია სანთელი, ესე იგი ნიშნავს, რომ აი მაგალითად წინა მწვანე სანთლები რო ავიღოთ, აი აქ გაიხსნა ფასი, აქ დაიხურა, ანუ გამოდის, რომ open-ზე მეტი იყო close ფასი, როდესაც სანთელი დაიხურა და შესაბამისად ეს არის bullish სანთელი, ხოლო როდესაც open-ი მეტია ვიდრე close-ი, ესე იგი ეს არის bullish სანთელი. სანთლის ფერი უბრალოდ ვიზუალურად გვეხმარება რა, რომ ყველა სანთელი ეს სათითაოდ არ ვზომოთ რა, თორე რეალურად დანარჩენი უკვე პირდაპირ ჩარტზეც იკითხება. ეხლა ნახეთ, ნებისმიერ სანთელს გააჩნია body და wick, ანუ body ამ შემთხვევაში არის ის ადგილი, საიდანაც დაიწყო და დაიხურა სანთელი, ხოლო wick-ი არის ის ადგილი, რაც მაგალითად სანამ სანთელი სრულად დაიხურებოდა, მანამდე ზევითაც ავიდა და ქვევითაც ამოვიდა, ანუ wick-ი ამ შემთხვევაში არის აი ეს ადგილი რა, რო იცოდეთ, აი ეს ადგილია wick-ი, ეს ადგილია wick-ი, ხოლო აი ეს შუა ადგილი, მეცა ფერი შევცვალოთ, ესე გადავიყვანოთ, რომ ვიზუალურად გამოჩნდეს, აი ეს ადგილი, აი ეს შუა ადგილი, ეს ადგილი არის body, ანუ wick-ი და body, ნებისმიერ სანთელს აქვს body, მაგრამ შეიძლება იყოს სანთლები, რომელსაც wick-ი არ ქონდეს რა, ეს ძალიან ძლიერი იმპულსური სანთლებია ხოლმე რა. აი ხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში wick-ები არის აი ეს პატარა ადგილები და body არის მთლიანად ამ სანთლის ტანი, მაგრამ აი ამ შემთხვევაში აი ნახეთ wick-ი ძალიან მცირედია რა, შეიძლება ჩაითვალოს რომ არც აქვს. აქ კიდე გამოკვეთილი wick-ი აქვს, ესე რომ ვთქვათ რა. ანუ ეს პირველ ეტაპზე ამისი გააზრება ძნელი, ანუ სირთულეს არ წარმოადგენს. ეხლა გადავიდეთ time frame-ზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ზოგადად time frame. time frame განსაზღვრავს რა დროის მონაკვეთს წარმოადგენს თითოეული სანთელი. ანუ time frame არის კონკრეტული დროის მონაკვეთი. მოდი ეხლა ამას წავშლი, გავასუფთავებ ესე ჩემი ნახაზებისგან და ეხლა მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა. ნახეთ, ზოგადად time frame-ის არჩევა ხდება აი აქედან, ანუ აქედან ვირჩევთ კონკრეტულად assets, ესე რომ ვთქვა და ამის გვერდზე გვაქვს ჩამოსაშლელი და აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ time frame. ეხლა ეს time frame-ი რა არის? დროის კონკრეტული მონაკვეთი რა. აი მაგალითად თუ მე მაქვს time frame ეხლა ამ შემთხვევაში დიწერია და ანუ ერთდღიანი მაქვს არჩეული, თუ მაგალითად ვარ ერთდღიანზე, ნიშნავს რომ ერთ კონკრეტულ სანთელში არის ერთი დღის მონაცემები. თუ მე მაგალითად ავდგები და time frame-ს გადმოვიყვან 1 საათიანზე, 1 საათიანზე, ხო, ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული სანთელი იქნება 1 საათიანი. 1 საათის განმავლობაში ფასმა რა მანძილი გაიარა. თუ მე ავდგები და ეხლა მაგალითად ამას დავაყენებ 5 წუთზე, ხო, მაშინ გამოდის, რომ ერთი კონკრეტული სანთელი იქნება 5 წუთის ინფორმაცია კონკრეტულ ასეთთან დაკავშირებით. ეხლა გვაქვს ესეთი რაღაცა, რომ შეგვიძლია ხშირ შემთხვევაში ვაკეთებთ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ ზოგადად ტრენდს და მიმართულებას, ანუ ტრენდს და მიმართულების იდენტიფიცირებას ვახდენთ მაღალ time frame-ებზე, ანუ მაგალითად როგორიც არის 4 საათიანი, როგორიც არის ერთდღიანი, გააჩნია სხვადასხვა ვაჭრობის ტიპები არსებობს, ამას მე შემდგომ ლექციებში გავაკეთებთ ამის ჩაწერას. ანუ ხშირ შემთხვევაში რა ზოგადად რა, ანუ მაგალითისთვის რო ავიღოთ, მე არ ვაკეთებ ტრენდის იდენტიფიცირებას დაბალ time frame-ზე, ანუ 5 წუთიან time frame-ზე არა, ძირითადად არ ვაკეთებ ხოლმე ტრენდის იდენტიფიცირებას. ტრენდის იდენტიფიცირება ხდება მაღალ time frame-ებზე. ეხლა ტრენდი რას ნიშნავს? მაღალ ტრენდი ზოგადად არის ფასის მიმართულება, თუ რა ეტაპზე იმყოფება კონკრეტული ასეთის ფასი. ანუ ტრენდი არის მაგალითად რო არის მზარდი მიმართულება, თუ არის კორექცია, თუ არის ვარდნა, ფასის ვარდნა და ზოგადად ამას ქვია ხოლმე ესე, რომ bullish ტრენდი ნიშნავს, რომ ფასი ზევით მიდის, bearish ტრენდი ნიშნავს, რომ ფასი ქვემოთ მოდის და რაღაცა range-ში რო ტრიალებს და ანუ არც ზევით მიდის, არც ქვევით მიდის და ერთ და იგივე დონეებს ტესტავს, ну ამ კონკრეტულ სიტუაციას უკვე ქვია, რომ კონსოლიდაციაში. აი ხა მარტივ მაგალითზე რო ავიღოთ, ხო? აი ხა გვაქვს კიდე ესეთი რაღაცა, რომ აი ეს მონაკვეთი მაგალითად, ხო,
გავხაზოთ ეს იყო bearish trend-ში იყო, ესე რომ ვთქვათ, მე აქედან წამოვიდა bullish trend-ში, ხოლო აი ეს კონკრეტული ადგილი, ხო, რაღაცა გარეინჯდა, ესე რომ ვთქვათ, რა ეს იყო ყველაზე მაქსიმალური ფასი, ყველაზე მინიმალური ფასი და ამ range-ში ესე კონკრეტულად მოძრაობდა ფასი. ანუ მე ვფიქრობ, რომ გასაგებად ეს რაღაცა დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს რა. შესაბამისად, multi time frame-ის ანალიზი რო პირობითად ავიღოთ, განსაზღვროთ დიდ time frame-ზე რა ხდება და შესაბამისად ორდერზე უკვე პატარა time frame-ით შევიდეთ, ყველაზე სწორი მიდგომა ესე რომ ვთქვათ რა. ამ ეტაპზე მინდა რომ რამდენიმე ძირითადი საკითხი უკვე კარგად გვესმოდეს. პირველი ეს იქნება, რომ ზოგადად trending view-ზე რეგისტრაცია, საკუთარი ანგარიშის შექმნა, კონკრეტულად ასეთის მოძებნა, აი ხა მაგალითად თუ მინდა რომ მოვძებნო Solana, მე აქ მაგალითად ჩავწერდი Sol USDT. ძირითადად კრიპტოაქტივებზე ვიღებ ხოლმე Binance, იქიდან გამომდინარე რომ ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ კარგი პროვაიდერია, Binance არის კონკრეტული ბირჟა, სადაც ძირითადად კრიპტოაქტივებზე მიდის ვაჭრობა. მაგალითად თუ მინდა რომ გავიგო Bitcoin-ის ფასი, აქედანაც BTC USDT-ს ჩავწერ და შესაბამისად Binance-ის ბირჟიდან წამოვიღებ, თუმცა შემიძლია სხვა ბირჟიდანაც წამოვიღო ფასი და time frame-ებიც აქვია, ესე რომ ვთქვათ. ნებისმიერ time frame-ზე შემიძლია გადავრთო რომ ზოგადად სურათი დავინახო რომ რა კონკრეტულ სიტუაციაშია. ეხლა Bitcoin-ი ამ ეტაპისთვის არის $78500-ზე, მიახლოებით $507-ზე და ეს არის და ეს. პირველ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ აი ეს რამდენიმე საკითხი თუ შეგვიძლია რომ გავიაზროთ, კარგი იქნება, იმიტომ რომ შემდეგ ვიდეოებს უფრო მეტ დეტალიზაციას დავუთმოთ. კითხვები მე არ დავიწყებ ახლა იმას რომ კითხვები კომენტარებში დაწერეთო, თუმცა შეგიძლიათ რომ დააკომენტაროთ კითხვები, პლუს ამას არავის არ გთხოვთ არხის გამოწერას, ეს ვიდეოები იტვირთება მხოლოდ იმისთვის რომ ვისაც აინტერესებს და უნდა რომ რაღაცა ისწავლოს, მე უფასოდ გაძლევთ ამას რა, მე მინდა რომ უფასოდ ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ. ეს არის და ეს. მადლობა, ვინც ბოლომდე მოусმინეთ.